ახლა კი მოდით ვისწავლოთ ის ფრაზულისმები, რომლებიც უკავშირდება ზმნას get. ჩვენ ვიცით, რომ ზმნა get ნიშნავს მიღებას, მაგრამ მაშინ, როდესაც მას გვერდით მოსდევს სხვადასხვა წინდებულები, ის სრულად იცვლის მნიშვნელობას და მას ხანდახან საერთო არაფერი აქვს სიტყვა მიღებასთან და მოდით ახლა სწორედ ასეთი ფრაზულისმები ვისწავლოთ. დავაშასე 21 ფრაზულისმნა არის get along with and get on with, რაც ნიშნავს შეწყობას ადამიანთან. აი მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ მე ვეღარ ვეწყობი, მეტი ვეღარ ვეწყობი ჩემს მეზობლებს, ანუ ჩემ მეზობლებს ვეღარ ვუგებ, ვეღარ ვეწყობი, აღარ მაქვს კარგი ურთიერთობა, აი ეს არის get along with და ამ შემთხვევაში მე ამ წინადადებას ვიტყვი ასე I can't get along with my neighbors anymore and I can't get on with my neighbors anymore. ანუ ნახეთ, I can't get along with and get on with my neighbors anymore. ვეღარ ვეწყობი ჩემს მეზობლებს, ანუ ვეღარ მაქვს კარგი ურთიერთობა ჩემს მეზობლებთან. აი ეს არის get along with and get on with. და 22 ფრაზულისმნა არის get up, რომელიც ნიშნავს ადგომას. მაგალითად, what time do you get up every morning? რომელ საათზე დგები ყოველ დილით? აქვე ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ხანდახან get-ის ბოლო ასობგერა t გამოითქმის როგორც are. What time do you get up every morning? რომელ საათზე დგები დილით? თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე შეგვიძლია ვთქვათ what time do you get up every morning და ესეც არის ჩვეულებრივი სწორი ფორმა. და 23 ფრაზულისმნა არის უკვე get rid of, რაც ნიშნავს მოშორებას, თავიდან მოშორებას. მაგალითად, I wanna get rid of these old boxes. მე მინდა რომ მოვიშორო ეს ძველი ყუთები, მე მინდა რომ თავიდან მოვიშორო ეს ძველი ყუთები. I wanna get rid of these old boxes. ანუ get rid of ნიშნავს მოშორებას, თავიდან მოშორებას. 24 ფრაზულისმნა არის get together, რაც ნიშნავს შეკრებას, შეხვედრას. ნახეთ, together ხომ არის ერთად, ხოლო get together უკვე არის შეკრება, შეხვედრა. მაგალითად, let's get together for lunch tomorrow. მოდი შევიკრიბოთ ხვალ ლანჩისთვის. Let's get together for lunch tomorrow. მოდი შევიკრიბოთ ხვალ ლანჩისთვის. ანუ get together არის შეკრება, შეხვედრა. და 25 უკვე არის get over. Get over, რაც ნიშნავს რაიმე რთული სიტუაციის გადალახვას და გამოჯამრთელებას, გამოკეთებას, ანუ უკეთ გახდომას, როდესაც რაიმე რთულ სიტუაციას, რთულ მოვლენას, რთულ დღეებს, რაღაცა რთულ ეტაპს გადავიტანთ და შემდეგ უკვე კარგად გავხდებით, ანუ გამოვკეთდებით, აი ეს არის get over. მაგალითად, Sam was very disappointed, but he got over it. Sam was very disappointed, but he got over it. Sam იყო ძალიან იმედგაცრუებული, მაგრამ მან ეს ეტაპი გადალახა. ანუ ის ახლა უკეთ არის. მან ყველაფერი უკვე გაიარა და ახლა ის კარგად არის. აი ზუსტად ეს არის, but he got over it. Sam was disappointed, but he got over it. Sam იყო იმედგაცრუებული ძალიან, მაგრამ მან უკვე ეს გადალახა, გაიარა და ახლა ის არის კარგად. ანუ get over ნიშნავს რაიმე რთული სიტუაციის, რთული მოვლენიდან გამოსვლას და უკვე კარგად ყოფნას. და 26 ფრაზულისმნა არის to get on, რაც ნიშნავს ტრანსპორტში ასვლას, მაგალითად თვითმფრინავში, ავტობუსში ან მანქანაში ასვლას. მაგალითად, you pay when you get on the bus. შენ იხდი, როდესაც ადიხარ ავტობუსში. ანუ get on არის ასვლა, ხოლო აი უკვე get off უკვე არის ტრანსპორტიდან ჩამოსვლა. ანუ get on არის ტრანსპორტში ასვლა, ხოლო get off უკვე არის ტრანსპორტიდან ჩამოსვლა. მაგალითად, we should get off here. ჩვენ უნდა ჩამოვიდეთ აქ. We should get off here. ჩვენ უნდა ჩამოვიდეთ აქ. და 28 ფრაზულისმნა არის უკვე get into, რაც ნიშნავს შესვლას, რაიმე ადგილზე ან რაიმე შენობაში, რაიმე ოთახში შესვლას. მაგალითად, how did they get into the house?
როგორ შევიდნენ ისინი სახლში? How did they get into the house? როგორ შევიდნენ ისინი სახლში? ანუ get into არის შესვლა. 29 ფრაზულის ნა არის get around, რაც ნიშნავს გადაადგილებას. აი, მაგალითად, როდესაც ვამბობთ, რომ it's not easy to get around the city. ანუ ადვილი არაა ქალაქში გადაადგილება. აი ეს გადაადგილება, მოძრაობა, ერთი ადგილიდან მეორეზე წასვლა და სიარული აქეთ-იქით არის get around. It's not easy to get around the city. ანუ ადვილი არაა ქალაქში გადაადგილება. და ბოლოს ზნასთან get-თან დაკავშირებული ფრაზულის ნა უკვე 30 ფრაზულის ნა არის get out, რაც ნიშნავს რაიმე ადგილის დატოვებას, გასვლას, წასვლას, დატოვებას. აი ეს არის get out. მაგალითად, I need to get out of the house more. მე უფრო ხშირად უნდა დავტოვო, უფრო ხშირად უნდა გავიდე ხოლმე სახლიდან. I need to get out of the house more. მე უფრო ხშირად უნდა გავიდე ხოლმე სახლიდან. ანუ get out ნიშნავს გასვლას, წასვლას, დატოვებას.